სანამ რეალობას არ გაუსწორებ თვალს, ჩემო მეგობარო, ყველა შენი ურთიერთობა ნებისმიერ ქალთან უვარგისი იქნება. რეალობა კი ასე ჟღერს. შენი ურთიერთობები იმიტომაცაა უვარგისი, რომ თავად ხარ უვარგისი. არ გამებუტო, მეც ვიყავი მანდ. და ვიცი როგორ უნდა გაუნჯობესო ეს საკითხი. ადრე ვიყავი 7 წლიან ძალიან ტოქსიკურ ურთიერთობაში. და რა თქმა უნდა, ტოქსიკური უმეტესად მამაკაცია ურთიერთობაში. ახლა კი მყავს ულამაზესი მეუღლე, რომელთანაც ერთად ვაშენებ ბიზნესს და მოგზაურობ სოფლიოს გარშემო. ესე იგი, სამი ყველაზე მთავარი დამახასიათებელი ნამდვილი მამაკაცის. პირველი, მამაკაცი მესაჭე. მეორე, მამაკაცი დამცველი და მესამე, მამაკაცი ლიდერი. რამდენად კარგი ხარ ფულის გამომუშავებაში და საკუთარი ოჯახის შენახვაში. რამდენად კარგი ხარ იმაში, რომ დაისვა საკუთარი ოჯახი და ქალი, როგორც სოციალურად, ემოციურად და ფინანსურად. და მესამე, რამდენად კარგი ლიდერი ხარ ოჯახში. როცა სამ უმნიშვნელოვანეს დამახასიათებელს დანერგავ, მხოლოდ ამის შემდეგ ნახავ ყოველდღიურ ზრდას და ოცნებების ასრულებას. ეს არ არის რაღაც რეკომენდაცია, ეს შენი ვალდებულებაა. და დღევანდელ რეალობაში თუ გინდა იყო წარმატებული ბიზნესმენი, შესაბამისად ლიდერი, შესაბამისად მესაჭე, შესაბამისად დამცველი, შენ უნდა დაიწყო გამყიდველი კონტენტის შექმნა. მამაკაცების 99% მხოლოდ მოიხმარენ კონტენტს და არასდროს ქმნიან. რის გამოც აწუხებთ დაბალი ტესტოსტერონი, თავდაუჯერებლობა და ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები. დაიწყე გამყიდველი კონტენტის შექმნა სოციალური ქსელებისთვის, იმისთვის რომ გაათმაგო დღევანდელი შემოსავალი. თუ დაგჭირდა დეტალები, ხომ იცი სადაც უნდა მიპოვო?